ქვეყანაში მიმდინარე პროტესტსა და აქციებს პრემიერი პირველი არხის გადაცემაში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პირველი 5 დღე იყო მასშტაბური ძალადობრივი აქცია. დღეს კი დგას დაქირავებული აქტივი, რომელიც ხმას აძლევს 4 ოპოზიციურ პარტიას და იმედგაცრუებულები არიან, რადგან არჩევნები წააგეს. ირაკლი კობახიძის შეფასებით ფარსია განცხადებები იმის შესახებ, რომ აქციის მონაწილეები პოლიტიკურ პარტიებს ემიჯნებიან, რადგან ისინი რიგ გარეშე არჩევნებს ითხოვენ. ერთი ქვეყანა დამანახეთ, სადაც 300 კაც შეუძლია გადაკეთოს ქვეყნის ცენტრალური გაზმსერი. ერთი დამანახეთ, ერთი მითხარით და მეორეს არ მოვითხოვ. ერთი ქვეყანა თუ არსებობს, უნიკალური რაღაცა სერვისი გვაქვს შეთავაზებული, ასე ვთქვათ, ჩვენი ოპონენტებისთვის, რომ ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც 300 კაც შეუძლია გადაკეთოს ქვეყნის, მარტო ქალაქის კი არა, ქვეყნის ცენტრალური გამზიერი. და ამაზე სანქციაც არ უნდა დააწესო ადმინისტრაციული თან. ის 5 დღე იყო რეალურად მასშტაბური ძალადობრივი აქციები. 5 დღის განმავლობაში 28 ნოემბერს დაიწყო და გაგრძელდა 5 დღე. დანარჩენი საშუალოდ იკრიბება ეს იყო 300, 350, 400 კაცი, ხო? ეს არის რეალური მოცემულობა. რეალურად ეს არის დაფინანსებული აქტივი, ხო? და იხდიან ბიუჯეტში თანხებს 5000 ლარი კაცზე, საკუთარი ნებით ავსებენ ბიუჯეტს, მართლა საოცარი მოვლენაა. ეს მეორე მხრივ ირონია როგორც გადავდოთ, მეტყველებს იმაზე, რომ სერიოზული თანხებიც არის ჩართული ამ პროცესებში, ხო? შეხო ზუსტად იცი, როცა ითხოვ რიგარეში არჩევნებს, რომ ხელისუფლებაში გინდა მოიყვანო სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები. ანუ ახლა რამხელა ფარსია, ხო ხედავთ, სინამდვილეში იმ აქციებზე დგანან მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ხმას აძლევდნენ ამ 4 პარტიიდან ერთ-ერთს და დღეს არიან იმედგაცრუებული იმის გამო, რომ წააგეს არჩევნები.